გამარჯობათ პატივცემულო საზოგადოებო. დღეს მინდა შევეხო სოფლის თემას და მინდა შევეხო ზოგადად იმ ადამიანების კომენტარებს, რომლებიც ამბობთ, რომ აი სოფელში ვისაც გინდათ დაბრუნება, ან მაგალითად ემიგრაციაში ვინც ბრძანდებით და აუცილებლად გინდათ დაბრუნება სოფელში. ამ შემთხვევაში რას უნდა მიაქციოთ ყურადღება და ამ შემთხვევაში რა მინუსი ან რა პლუსი დაგვხვდებათ სოფელში, ვეცდები ახლა ერთ ვიდეოში ვერ ჩავსვამ, მაგრამ შემდეგ ვიდეოში მეტნაკლებად ხარჯებზე ვისაუბრებ. ახლა ვისაუბრებ, რომ რამდენად როგორი სიტუაცია დაგვხვდება სოფელში. მოკლედ და კონკრეტულად რომ ვთქვათ. თქვენ რომელიც ბრძანდებით მაგალითად ქალაქში, რომლებიც ბრძანდებით სხვადასხვა ევროპის თუ კონტინენტის სხვადასხვა მხარეში, ამერიკა, ავსტრალია, შეიძლება რუსეთია, შეიძლება ვიღაცა ჩინეთში ცხოვრობთ, ქართველი, ვიღაცა იაპონიაში ცხოვრობთ, ხო? და ერთ დღესაც, რა თქმა უნდა, ქართველი მეტნაკლებად ხშირად გამიგია ხოლმე, რომ თავის მამა-პაპა, აი მაინც თავისებურ მიწაზე უნდა დაბრუნება, სულ რომ მთელი ცხოვრება იღვაწო და იშრომო უცხოეთში, მაინც გინდა რომ შენ მიწაზე დასაფლავდე და შენ მიწაზე მამა-პაპის საფლავს და იმ ეზოკარმი და თუ შეგიძლია სოფელს ცოტა ხანი შეხყურო და რაღაცა შენი წილიც ან ხედარგო, ან რაღაცა დარგული, მამა-პაპის დარგული, ან შენს ბავშვობაში დარგულს მიხედო, მოხედო. რაც შეეხება სოფელში ცხოვრება, მე მაგალითად სოფელში ცხოვრებას დავყოფდი სამ ეტაპად. სამ ეტაპად როგორ? მოვესწარი კომუნისტების დროს, მოვესწარი არეულობას, კომუნისტების დრო ბავშვობის პერიოდია უფრო, არეულობა უფრო ახალგაზრდობის პერიოდი უკვე და შემდეგ კიდევ ახლა კიდევ მესამე პერიოდი და ეს სამივე პერიოდი აბსოლუტურად განსხვავდება ერთმანეთისგან და განსხვავდება სოფლის დამოკიდებულებისგან და სოფელში სიტუაცია მაგალითად თუ ვინმე 20 წლის წინ ხარ წასული, თუნდაც 10 წლის წინ წასული, მაგალითად თუ ვინმე 10-15 წლის იქით ხარ წასული, ერთი 30 წლის წინ თუ ხარ წასული, საქართველოდან უფრო 90-იან წლებში ვინც არის წასული, იმათაც ვეტყოდი, რომ ისეთი სოფელი არ დაგხვდებათ, როგორი სოფელიც მაგალითად დატოვეთ თქვენ. თუ ბავშვობაში თქვენ გაიზარდეთ სოფელში და დღეს ახლა თბილისში ცხოვრობთ, ან ქალაქებში ცხოვრობთ და უნდა შემოbrunდეთ და წახვიდეთ სოფელში. და საქართველოში ცხოვრობთ. აი მით უმეტეს რომ საქართველოში ცხოვრობთ, არ დაგხვდებათ ისეთი სოფელი, როგორიც იყო თუნდაც 5 წლის წინ, თუნდაც 10 წლის წინ, თუნდაც 20 წლის წინ, თუნდაც 50 წლის წინ. იმიტომ რომ რაც პერიოდი გადის, რაც დრო გადის, ისე იცვლება ეს სოფელი. აი მე ვიტყვი რომ საერთოდ დეგრადირებას განიცდის და დეგრადირდა სოფელი თავისი მენტალური, თავისი აზრობრივი, თავისი კულტურული თუ ტრადიციული ღირებულებით და ანუ ისეთი სიყვარული აღარდევს სოფელში, ისეთი სტუმართ მასპინძლობა აღარდევს სოფელში, თუმცა ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ საერთოდ აღარ არის. არა, შეიძლება კანტიკუნტად იყოს, აი სადღაცას შეიძლება მთელი სოფელი მოიარო და 1-2 ოჯახი იყოს დარჩენილი. სადღაცა შეიძლება მთელი რაიონი მოიარო და 1-2 ოჯახი ნახო დარჩენილი, სადაც
ნახავ სიწმინდეს, სადაც ნახავ ქალის ღირსებას, მამაკაცის პატიოსნებას, ქალის პატიოსნებას, სადაც ნახავ სიყვარულს, ზრდილობას ოჯახში, სადაც იქნება რაღაც ხვანაირი სიტუაცია, რომელიც ჩემი ასაკის ხალხი ვინც ხართ და ცოტა ისეთი შუახნის ასაკის ხალხი ვინც ხართ, ისინი დამეთანხმებით, თორე ახლა თუ ბავშვები დაიბადეთ 2000 წელს და 2010 წელს და თქვენი გადმოსახედით უყურებთ საქართველოს, ვერაფრის დიდებით ვერ გაიგებთ, ვერც იმ ღირებულებას, რომელსაც დღეს ასე ხმამაღლა გაზახის აქციაზე ახალგაზრდობა ევროპას, თუმცა ღირებულების გარეშე, როდესაც ჩვენ მაგალითად სადმე უნდა შევიდეთ, არ აქვს მნიშვნელობა პარლამენტში შეხვალ, ევროკავშირში შეხვალ, ნატოში შეხვალ, ნანულიში შეხვალ თუ ვიღაცაში გახვალ, ხო, რომელიმე კოალიცია იქნება თუ რომელიღაცაში წახვალ, თუ შენი იდენტობა გაქვს დაკარგული, თუ შენი მენტალობა ტრადიციული ხაზი დაკარგული გაქვს, მაშინ ეს ყველაფერი გავს ერთ დიდ ჯოგს, რომელი ჯოგიც ნახირი, რომ ვიღაცა დიდი ჯოხით რო არის, ვიღაცა დიდი ჯოხით დაქირავებული მწყემსი, ამ შემთხვევაში ის ევროკავშირი იქნება თუ ნატო იქნება თუ ამერიკა, რუსეთი თუ თურქეთი თუ ირანი, სადაც გინდა იქით მიგდენის და მოგდენის. ამიტომ სოფელში ის ღირებულება აღარ არის და ასევე როდესაც თუ ეცდებით დასახლებას, სოფელში დასახლებას, პირველ რიგში აუცილებლად შენი ჭკუის, შენი აზროვნების, აი ხომ არის რომ ყველას თავისი ალხანას, თავისი ჩალხანა ყავს, ესეთი გამოთქმა იყო და ანუ გიჟსაც თავისი მეწყვილე გიჟი ყავს, ჭკვიანსაც თავისი მეწყვილე ჭკვიანი ყავს. თუ თქვენ უცხოეთიდან ან ქალაქიდან უნდა გადახვიდეთ სოფელში, აუცილებლად შეძლების დაგვარად ისეთი ადგილზე დასახლდით და მარტო კი არ წახვიდეთ, აი რამოდენიმე შეიძლება სულ არ იყოს შენი არც დედმამიშვილი იყოს, არც შენი ნათესავი იყოს და ვიღაცა უცხო იყოს, ვინც შენს ამ აზროვნებას და შენს ამ ყურადღებას, იმ შენს ღირებულებას იზიარებს. იმასთან ერთად ორი კაცი, სამი კაცი, ხუთი კაცი რა, ოჯახები. გვერდ დასახლდით ან რაღაცა ერთი ის აიღეთ რამოდენიმე ნაკვეთი და რაღაცა ერთმანეთს შეეხიდეთ, ხოლო ისე კი არ გამოგივიდეთ, რომ ერთმანეთის ოჯახში ცხვირები ჩაყოთ. მიხვდით? რაც ძალიან ცუდია, იმიტომ რომ ყველა ოჯახს აქვს თავისი ღირებულება და ისი არ არის, რომ სხვა ვიღაცა მეზობელმა შენ გიკამანდროს რა უნდა გააკეთო. ამიტომ თუ მარტო მაგალითად გინდა დასახლდე მარტო და ნუ არ არის არავინ არ მოდის შენთან ერთად სოფელში და საცხოვრებლად, მაშინ ეცადე რომ ცოტა განაპირა დასახლდე, სოფლის განაპირა დასახლდე, თუ მაგის საშუალება არის, რომ გარიყულად იგრძნობს სოფელში თავს. აი ისე გარიყულად იგრძნობს სოფელში თავს, აი შუა სოფელში რომ დასახლდე, ძალიან გარიყული იქნებით, აი თქვენი აზროვნებით, თქვენი შეხედულებით, თქვენი იმ რაღაცა მენტალობითაც შეიძლება ვიღაცამ მოდას ჩამორჩენილობაზეც კი აქცენტი გაგაკეთებინოთ. აი ეს ყველაფერი რომ მაინც აწყენათ არ ქონდეთ თქვენ გარშემო მეზობლების იმის ამის, ახლა სოფელია უმეზობლად ვერ იქნება. იმიტომ ჯობია ცოტა შემოგარენში განაპირა შენთვის ლამაზად იყო, მაგრამ შენთვის თუ მეზობელი მოვა, რითიც შეიძლება ოდნავ რათიც საშუალება ოდნავ დაეხმარა, ხოლოდ იცოდეთ რომ
სოფელში დაგხვდებათ ტყუილი, სოფელში დაგხვდებათ სიყალბე, შენ რომ ახალი ჩამოსული ხარ უცხოეთიდან, ყველას გონია და ყველამ რა თქმა უნდა გონია რა ახლა სოფელში რომ მოდიხარ, გინდა თბილისიდან რომ მოსახლდები ან სიტყვაზე უცხოეთიდან რომ მოდიხარ, სოფელში ყველას გონია რომ მილიონერი ჩამოხვედი, ან მილიარდელი ჩამოხვედი და არის ახლა ხელებში უნდა გიყურონ რომ აბა რა არის, როგორ არის და იმას კი არ უყურებენ რომ შენ თუნდაც ის რაღაცა ორი კაპიკი რა უცხოეთში იყავი თუ სად იყავი, წელებზე ფეხი დაიდგი და არ ლოთობდი, არ მამაძაღლობდი და რაღაცა კაპიკზე დაადე რომ რაღაცა გაეკეთებინა მე სოფელში. ამიტომ სოფელში შეგხვდებათ უამრავი მატყუარა ხალხი, უამრავი თაღლითი, უამრავი ვითომ მორწმუნე, ვითომ ეკლესიური, ვითომ რელიგიური, ეს ყველაფერი ბჭყალებში, ეს ყველაფერი ნიღბის იქით, რომ როგორმე რაც შეიძლება შენ მოგაცოდონ თავი, გამოგცანცლონ, გამოგწოვონ, მოგატყუონ, ან თუ მშენებლობაში დაიქირავებ სოფლელს, დამიჯერეთ თაობებს გაწყევლინებენ, სახლის აშენება იქნება თუ რაღაცა იქნება თუ ბოსლის გაკეთება, ჯობია ვიღაცა უცხო მიიყვანო სადღაცა უცხო ხელოსანი და რომელიც არ იქნება იმ სოფლელი და იმას გააკეთებინო ის ყველაფერი, ვიდრე ადგილობრივ მოსახლეს. აი ახლა ჩემს მაგალითს გეტყვი. მე რო თბილისიდან გადმოვედი, ხო, აქ ახლა როგორ არის იცი, სესხით მაქვს ყველაფერი, რაღაცა პატარა გავყიდე, სახლი იყო, რაღაცა იყო, იქ იყო, ეს იყო, რაღაცები გავყიდე, მაგრამ როცა ნოლიდან იწყებდა ცარიელი მიწაზე იწყება აკეთებას ყველაფრის, არ ყოფნის ფული, რამდენს უნდა გაყო ის ფული, რამდენზე უნდა გაჭრა, ხო? ასევე სესხები ავიღე, რომ ფერმა გამეკეთებინა, ვალებია დავიდე, რომ გალავანი გამეკეთებინა, იმიტომ რომ სოფელში მინდორს წვავენ და შემდეგ ის მინდორს რო დაწვავენ, ან ვიღაცის ძაღლი შემოვარდება ეზოში, ან მგელი, ან ტურა, ან ვიღაცა შემოვა, შენ დაუკითხავად ისე რომ არ გეტყვის არაფერს და რაღაცას დაგიზიანებს, ან სულაც ბაღი, ახლა ამ ადგილზე ბაღი მქონდა, კარგი, 120 ძირი, ნამყენი ხეხილით და ერთიანად მიაბრიალეს და მე რო გავთიბე რიადებში რომ მქონდა ეს ნერგები, ეს გათიბულები ლამაზად რიადში მულჩი გავაკეთე, ესე 20 სანტიმეტრიანი მულჩით. ცეცხლი რო გაეკიდა, ესე ზოლა წავიდა. და ანუ ძირიანაც კი ისე რომ მარტო სადღაცა ძირში რაღაცა პანტაზე თუ რაღაცაზე თუ იყო დამყნობილი, ის რაღაცა ამოვიდა, ნამყენი всё საერთოდ მოისპო. ნამყენი სიტყვა ნამყენმა აღარც იარსება. ისიც მეორე წელს არა, მესამე წელიწადს რაღაცა რო იწვიმა იმას ქნა, მიწა ძლივს გამოკეთდა, აი დამწვარი და გაუბედურებული და. როდესაც ეს ყველაფერი გავაკეთე, ხომ? შემდეგ აი წვალებით, სესხით, იმით, ამით ახლა შეიძლება ვიღაცას ეგონოს მილიონერი ხარ. შემდეგ აი მე მეზობელი გვეგ ცოტა ზემოთა მეზობელი მოვიდა რომ აი მოსე მიჭირს, ძალიან მიჭირს, მოსე აიო სახლიდან ბანკი არის მოსული და მიყიდიან სახლს და რაღაცა და მიშველე რამე. მინდა ერთი 3000, 4000 ლარი. ახლა 3000, 4000 ლარი სოფელში გლეხს. ბალიშქვეშ ამოდებული, აი სოფელი რო დავიაროთ, არ ექნება, ან უნდა შვილმა ვინმემ გამოუგზავნოს, ან დანაზოგი უნდა კონდეს, რაღაცა გაყიდული, რაღაცა ქალაქიდან რომ მოდი. ამხელად ახლა სოფელში რო ხარ, ვერ გეკრა ახლა რო გადმომაბრუნო, ხო? ერთი 30 ან 40 ლარი მექნება ჯიბეში. ამ სახალხო დანარჩენი ის ვიყიდე საჭმელია, სასმელია, სასახლისთვის იყიდე საჭმელი, რაღაცა ცხოველს უყიდე საჭმელი. მილიონერი მე არ ვარ მილიონერი, ახლა თუ ვინმე არის მილიონერი არ ვიცი. ხდებით? და ეს ანუ აი როგორ არის იცი მე რამე წინა რომ აი ადამიანს როდესაც გატყუებს, ვიცი რომ მატყუებს, ვიცი, მაგრამ
ჩემი ადამიანური სინდისით, ჩემი ადამიანური მამაპაპური ღირებულებით, რომ მეზობელი რომ მოვა, აუცილებლად უნდა პატივისცე, აუცილებლად მშიერი არ უნდა დაატოვო, არ უნდა ყურადღება არ უნდა მიიმასქნა. ანუ აი ესე ვარ გაზრდილი. მე ვუთხარი, ახლა გულზე მომივიდა, ახლა როგორია, ხო, ახლა კაცი გატყუებს რაღაცას, მაგრამ გულთმისანი ხო არ ხარ, ღმერთი ხო არ ხარ. აი იმაშვება რაღაცა, აი თან თავი ქრისტიანი მორწმუნე გონია და შემირცხვენია ესეთი ადამიანები, რომ თან მით უმეტეს უკვე ცოტა ჯანმრთელობის პრობლემა მქონდა, სისხლში პრობლემები მაქვს და პრობლემა მქონდა სერიოზული იმ დროს და უნდა სესხიც მიწევდა, წამლები უნდა მეყიდა, ქიმია მქონდა გასაკეთებელი და მე ვუთხარი, არ მაქვს შენ შემოგევლი ამდენი, მაგრამ სულ მყავდა 4 ძროხა. 4 ძროხა სესხით ნაყიდ. 2 ძროხა მაკე, 2 ძროხა მაკე, ერთი რომელიც 2 კვირაში გააჩენდა, მეორე რომელიც სადღაც 2 თვეში უნდა გაეჩინა. გამოვიყვანე და უთხარი, აი აგერ ერთი ძროხა, აგერ მეორე ძროხა. ისიც შინაურებისგან ვიყიდე, მე ვუთხარი, ამაში ეს მივეცი, ამაში ეს მივეცი. თანხები რაც იყო, როგორც იყო, არც მივაჭრია, არც იმას მიქნია და აჰა, მე ვუთხარი, წაიყვანე, გაყიდე, გინდა გაყიდე, რაც გინდა დაკალი, მაგის დედაცვატი რა იმის ხბოსიც. დაკალი თუ გინდა ხა თუ შენ, აბა არ მაქვს სხვა ფული, რა თიგიშველო. თუ გინდა დაკალი და ის ხბოს თუ გადარჩება, თუ არ გადარჩება და დაკალი მაგის დედაცვატი. რა ქულა, მაშინ მე მომოდი და მე მომაჭერით თავი, აბა ხორცი მე არ მაქვს, აბა სხვა რითიგიშველო მეთქი გამიგე? და წაიყვანე ეს 2 ძროხა და იმ საღამოსვე გაყიდა, არ ვიცი ახლა როგორ გაყიდა და მე ვუთხარი ერთი 1500 2000 ლარი ფული მომეცი, დანარჩენი აგერ წაიღე და მოიხმარე და ხოლოდ 2 თვეში მჭირდება მეთქი, გამიგე? და ზუსტად 4350 ლარი მოუწია ამ ყველაფერს და 1500 ლარი მომიტანა, აი 2000 ვერაო და 1500 მოგცემ. კაი, მე ვუთხარი, იმ 500-საც ვიშოვი, წამლის ფულად მყოფნი და მე და მეტი არ მინდოდა და ამის იმედი მქონდა, რომ 2 თვეში ეს რაღაცას მომცემდა. და 2 თვე კი არა. მეორე წელი მთავრდება. მეორე წელი დამთავრდება თებერვალი იყო თუ მარტი. თებერვალი თუ მარტი იყო, მეორე წელიწადი და 8 თვე არის უკვე გასული. თვალითაც არ მინახია, მეზობელია. მიხვდით? და ამის გამო რომ მე უკვე იქ სესხი მიწევდა, მერე წამლები მიწევდა. მივყევი უკვე სხვა აი ამ პატარა გათვლამ რომ რაღაცა იქნებოდა თუ არა და იმ ძროხიდან ხბო მეყოლებოდა იმ ხბოს იმ 2 თვეში ის ერთი ხბო რომ იყო იქ ვიცოდი რომ იმ ხბოს დავტოვებდი იმ ძროხას გავყიდდი ახალი მოგებულს სხვა ფასი აქვს რაღაცაა გამიგე რაღაცას იმას იზამ ამის მოყოლებული მერე მივადექი და აი ერთი წელი ზაანური აღარ დამჩამე იმიტომ რომ ხო უნდა გამეყიდა რაღაც რა გამეყიდა ჩემი თავი ხوار ჩამებარებინა ლომბარდში სესხი რო გიწევს უკარო გაწევს ეს აგოროს სესხი იმას კი ვერ ეტყვი იცი რა ვერ შოულობ ავდექი წავავლე ხელი ღორი იყო კურდღელი იყო და მთელი ამ 2 წლის მანძილზე აი ამ ერთმა პატარა შეცდომა მეზობელს რო ხელი გაუმართე მერე კი არ ვაყვედრე თავის სინდისე და თავის ნამუსე იყოს და აი როგორ არის იცი დაჟე ბოსელში რო შემოვიდა იმას ეგონა მთელი ბოსელი სავსე მექნებოდა აი ახლა თქვენ რო ვიდეოს უყურებთ ხო აი იცით რომ აი რამ ხელა გეგონება დიდი ფერმა მაგაკეთებული მაგრამ იმას კი ვერ ხვდებით რომ ეს სავსე კი არ არის დალოთ 2 ძროხა მყავს მაგის დედავატირა და რამდენი 5 ღერი კურდღელი მყავს 5 ღერი ისიც რო გავაჩუქე წყვილები დედლები მამლები ერთი მამალი დავიტოვე და ის მამალიც ერთი გალის კარები ღია დამჩა თუ გააღო თუ როგორ იყო გამოვიდა გარეთ და მერე გაძურა რავი სადღაც გაძურა შეწამა ტურა უმამლო თუ არ 3 თვეა
კურდღელი რო შევაჯვარო უმამლოდ ვარ ისეთი როგორც მე მინდა ვერ ვიშოვე და ხა ფანდური რატომ მოვიყო და აგდიან ესე 4 რამდენი 4 ღერი ისი მყავს კალიფორნიული დანარჩენი გავაჩუქე და ამ დედების იმედი მქონდა რომ ამან შევაჯვარებ და 4 თვეში 3 თვეში 4 თვეში თითო კალიფორნიული 2 ბუდეს 3 ბუდეს მაინც დაყრიდა სიტყვა აი ამაზე ვარ აი მე როგორი ვარ იცი კაცმა რომ თხოვოს აი ბოტებს გავიხდი და გაჩუქებ ამ ტასაცმელს გავიხდი და მოგცემ ოღონდ ნუ მოიტყუები აი ესეთი არის სოფელი აი ახლა მოდი და თქვენ მითხარით რამე გინდა მლანძღეთ გინდა მთათხეთ გინდა რაც გინდათ ის თქვის უბრალოდ მე არ შემეძლო მე ვარ ესეთი ტიპი მე არ შემეძლო ღამე ბალიშზე ვერ დავდებდი თავს და მე რა ვიცი მატყუებს თუ არა მე ერთი ვიცი რომ ამ კაცმა ისე თქვა რომ აი მოსე მიშველე მაგრამ ის ორი ძროხა გამიგე ის ორი ძროხა დაახლოებით ერთი 2800 ლარიანი იყო მეორე 3200 ლარიანი მაკეები მაგრამ ხბოს რო გააჩენდა კიდე უკვე 2 წელში 2 ხბო მეყოლებოდა ის ხო რძიარი ნამატია უკვე აღარ მომიწევდა ზანურების ყიდვა აღარ მომიწევდა შემდეგ უკვე უკან რომ ერთი რო წაიფორხიალებ ეგრევე ცხვირს არ ტყავდა აი პრობლემა არის ამიტომ ვამბობ რომ აი ესეთი ხალხი ცხოვრობს სოფელში რომ ჯერ როგორ არის იცი რომ რასაც აკეთებ უყურებს რომ აი სხვა როგორ არის იცი ხვის ხარჯზე აბა რაშვები როგორ არის აი თითოეული კაი ხალხი თუ გამოჩნდება სოფელში ამიტომ მე გირჩევთ რომ სოფელში ცხოვრებით რომ იცხოვრებთ აი ძალიან ყურადღებით იყავით და ყველას ნუ დაუჯერებთ აგერ ჩემი მაგალითი იქონიეთ თუმცა შეიძლება ჩემნაირიც იყოთ ვიღაცა და დაუჯეროთ ხო ახლა დაუჯერო მე ისე კი არა რომ აი მაინც მეზობელია ხო და აი სულ ვართ 4 მეზობელი ვართ სულ სოფელი არ არის ეს სათა მე ცხოვრობ სოფელი არ არის სოფელი მე არის ზეით რაღაცა ზეით ამიტომ 4 მოსახლე რო ხარ 4 კინკილა მოსახლე და იმ 4-დან რა ვიცი აბა ახლა რა უნდა მეფიქრა მე ამიტომ მე როგორი ბავშვობაც მქონდა როგორი ახალგაზრდობაც მქონდა როგორი სოფელიც მეგონა ისეთი სოფელი სამწუხაროდ ქვემო ქართლში არ დამხვდა ისეთი სოფელი სამწუხაროდ ბევრ შემოგარენში რომ დავდივარ არ დამხვდა სამწუხაროდ არ დამხვდა რა თქმა უნდა გული დამწყდა ამ ყველაფერზე მაგრამ რას ვიზავთ ახლა დროს უკან ვერ გადააბრუნებ და ვერ შეცვლი ვერაფერს ამიტომ მაქსიმალურად ყურადღებით იყავით სად უნდა იყიდოთ სახლი სად უნდა იყიდოთ მიწა და თუ შესაძლებელია აი ცოტა ისეთი შენაირად რო აზროვნებდეს ან რაღაცა პატარა რაღაცა აფერისტი თუ არ იქნება და ცოტა რაღაცა მშრომელი იქნება შენაირად ხო იმასთან ერთად გვერდ დასახლდი ჯობია სუმთლა ტრიალ მინდორზე დასახლდი აი ახლა მაგალითად აი ახლა მე ხომ აი რო წავიდე სოფლიდან ალბათ რო დავსახლდე სადმე აი ალბათ აი საერთოდ ხალხის გარშემო აღარ დავსახლდებოდი საერთოდ ადამიანის ჭაჭანების გარშემო აი არც სოფლიდან ძალიან შორს რაღაცა გავიდოდი უბრალოდ ჩამოვიდოდი რაღაცა რომ მეყიდე იმიტომ რომ ისეთი ცუდი გახდა ადამიანი ისეთი ანგარებიანი გახდა ისეთი საშინელი გახდა სოფელი უბრალოდ მე აი დანახვაც აღარ მინდა ამიტომ ვამბობ რომ აი ხო გეუნები ხა იმაში იალბუზე ვერ იცხოვრებ თორე აი სიამოვნებით ისე შორს წავიდოდი რომ აი ადამიანი რო არ დამენახა თვალით აი სიამოვნებით ალბათ საჰარის უდაბნოში ვიცხოვრობდი მირჩევნია გაჭირვებულად ვიცხოვრო ვიდრე ადამიანი გვერდზე ყავდეს მეზობელი იქნება სოფელი გვერდზე ყავდეს თელი სოფელი და ის სოფელი ისე ცხოვრობდეს როგორც სოდომი როგორც გომორა დღეს ესეთი სოფელია დღეს არის საქართველოს დღეს ერთი დიდი სოდომია მით უმეტეს საქართველოს სოფლები აი აღვირახსნილი უპატივცემულობის უზნეობის უკულტურობის
ყველანაირი გათახსირებულობის პიკში ზის მსოფლები. და არანაირი ზდილობა, არანაირი კულტურა, არანაირი მეზობლობა, არანაირი ადამიანობა, აი თითოეულა რომ თუ სადმე ოჯახი შეხვდება, მიხარია ხოლმე. აი სადმე რომ შემხვდება თითოეულა ოჯახი, აი ჩემთვის ეს სასიხარულოა, ჩემთვის ეს სასიამოვნოა, იმიტომ რომ ზოგჯერ მგონია ხოლმე რომ აი ნუ თუ აღარ დარჩა ხალხი, ნუ თუ აღარ დარჩა სოფელში აღარავინ რომ მართლა არ ცხოვრობს ტრადიციულად, არ ვიცი. მე ძალიან არ მინდა რომ იმედი ბოლომდე გადავიწურო, მე არ მინდა, იმიტომ რომ მე კიდე მაინც იმედი მაქვს რომ სადღაცაც იცხოვრებთ თქვენ სოფელში და ამ ვიდეოს ვინც უყურებთ, თუ უცხოეთში ცხოვრობთ, სოფელში რომ ჩამობრძანდებით, ცოტა შემოგარენში, ან ისეთ ადგილზე დასახლდით, რომ აი ან შუაგულშიც რომ დასახლდებით, მაქსიმალურად ნეიტრალურად იდექით, მაქსიმალურად თავშეკავებული იყავით და დაიცავით დისტანცია, დაიცავით ყველანაირი ნორმა, არ შეხვიდეთ არავისთან არ შეხვიდეთ კონტაქტში, ეს იქნება ჩემი თხოვნა და აკეთეთ თქვენი საქმე და ჩვეულებრივად, აი როგორც გამარჯობა, გაგიმარჯოს რაღაცა გამოიარე გამოდი. მიხვდით? იმიტომ რომ თუ დაინახავ მე იქ კარგ მეზობელს, მე კი ბატონო. ხო ხა მუნჯივით არ ვერ იქნები, მაგრამ თავიდანვე ჯობია ჩუმად იყოთ, ჯობია თქვენი საქმე აკეთოთ და პირველი არასდროს არ თქვათ რასაკეთებ. არასდროს არ თქვათ რა გაქვს გეგმებში და რა უნდა გააკეთოთ. ეს მინდოდა რაღაცნაირად თქვენთვის შემეხსენებინა და კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გაუსვა, რომ თქვენ დღეს რომ ჩამოხვიდეთ სოფელში საცხოვრებლად, შეიძლება თქვენ სტუმრად ჩამოდიხართ. ახალ წელს სტუმრად ჩამოდიხართ შობა, სტუმრად ჩამოდიხართ სიტყვაზე გასვენებაში, ქორწილში, რაიმე ზაფხულობით, სტუმრად ჩამოსვლა სოფელში და მუდმივ მაცხოვრებლად ცხოვრება აბსოლუტურად სხვა. სტუმრად რო ჩამოდიხარ, გიაფერისტებიან, მოგიაფერისტებიან, ახლა შენც 2-3 დღე ხარ და ვერ მიხვდები ამ ადამიანის ბუნებას, როგორი არის სოფელი, როგორი არის დამოკიდებულება, ბავშვი, დიდი, ქალი, მოხუცი, პატარა. ამიტომ ამას ვერ მიხვდები და არ შეცდეთ. შეცდომაში არ ჩავარდეთ. ყოველთვის ჯობია რომ 100-ჯერ გაზომოთ და ერთხელ გაჭრათ. რა თქმა უნდა, მეც ასე მაქვს გაკეთებული, მე სოფელში არ ვცხოვრობ, მე ვცხოვრობ სოფლის გარეთ, სოფელი მერე იწყება, მოშორებით, შედარებით და სიტყვაზე თუ აქაც დასახდება 10-20 წლის მერე ხალხი და აქაც თუ აი ხლა მე თბილისის შემოგარენში რომ ცხოვრობდი, ჩემს გარშემო კინკილა ხალხი იყო, სოფელი იყო და მერე გახდა თბილისი, დიდი უბანი. თბილისს შეუერთდა ის გარშემო ყველაფერი და მერე ერთი იმხედა გუგუნი ატყდა და დავიფარე ქუდი გავყიდე და წავედი. მერეც ასე იქნება, თუ შემხედა რომ აქაც ღრიანცელი ატყდა და აი ჰუი, წავდგები და წავალ. გავყიდი ამას და წავალ მერე იქ სადაც ღმერთი გამიშვებს. თუმცა ვნახოთ სიტუაცია როგორი იქნება. კარგით, დაგემშვიდობებით, დიდი მადლობა, მომავალ შეხვედრამდე, კარგად ბრძანდებოდით.